გადავწყვიტე, რომ ასე მყუდროდ მოკალათებულმა ჩავწერო ეს ვიდეო, სადაც გაგიზიარებთ, სად ვიყავი და რას ვაკეთებდი მთელი ამ პერიოდის მანძილზე. ერთიანად შევაჯამოთ, რა მოგხსოვე, რაღაცაების ფოტოები მაქვს, რაღაცაები საერთოდ ისე მოგხსოვე, რომ არც ფოტო მაქვს და არც ვიდეო და გაგიზიაროთ დასრულებული პროექტები ნოემბრის თვის ბოლომდე. მოდით რეალურად დღევანდელი დღის ჩათვლით გაგიზიარებთ. დღეს არის 8 დეკემბერი, როცა ვიღებ ამ ვიდეოს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღესვე დავამონტაჟებ და გამოვაქვეყნებ. იქიდან გამომდინარე, რომ წინ მაქვს კიდევ 2 ძალიან მნიშვნელოვანი ვიდეო გადასაღები და ტელეფონში მეხსიერება უნდა გავათავისუფლო ეს ერთი და მეორე, რომ სანამ ჯერ კიდე აქტუალურია ის 2 თემა, რაზეც მინდა რომ ვისაუბრო, მინდა მოვასწრო გადაღება. ასე რომ, სანამ დავიწყებდეთ, მოიმარჯვეთ პროცესი, რომელზეც ახლა მუშაობთ. ცხელი სასმელი, რომელიც მაქსიმალურად შეეფერება ამინდს, დღეს უკვე ვიყავი გარეთ გასული და ვისიამოვნე ამ სიგრილით, იმიტომ რომ ვერ დავარქმევ რაღაც ძალიან ცივა. იმასთან შედარებით, რაც იყო სიტყვაზე პრაღაში. მოდით ისე ნელა-ნელა გადავიდეთ ამ ვიდეოს თემაზე. წინა ვიდეოს გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში გავფრინდით მე და ჩემი მეუღლე დამსახურებულ შვებულებაში. რა თქმა უნდა, ვიზიართან თავგადასავლების გარეშე არ ჩაიარა ამ ფრენამ, თუმცა უკვე გამოცდილებიდან გამომდინარე ნაკლებად ემოციურად შევხვდი ამ ყველაფერს და ძალიან ისე მარტივად დავაორგანიზე ყველაფერი, რაც ჭირდებოდა იმას, რომ ღამე აეროპორტში არ დავრჩენილიყავი. არც მე და არც ჩემი მეუღლე, იმიტომ რომ ერთობლიობაში გამოვიდა, რომ მე და ჩემი მეუღლე ჩვენთან ერთად კიდევ 10 კაცი დავაბინავეთ, რომელსაც პერსპექტივაში ღამის გათენება მოუწევდა აეროპორტში. მოკლედ, როგორც იქნა, გავფრინდით. ის დრო, რაც ფრენა იყო გადადებული, გამოვიყენეთ ულამაზესი ქუთაისის დასათვალიერებლად. ვიყავით გელათზე, ვიყავით ძველ ქუთაისში, გადავედით ყველაზე პოპულარულ ხიდზე. მოკლედ ძალიან ლამაზია ეს ქალაქი და ძალიან მომწონს. მერე ჩავფრინდით მილანში, სადაც დავათვალიერეთ იქაურობა და პარალელურად ჩავთავ, რა თქმა უნდა, კადრებს, რაც მაქვს გადაღებული. მილანში იყო საკმაოდ ისეთი ამინდი. აქედან გავფრინდით მზიანი საქართველოს დავტოვეთ და იქ ჩავედით წვიმიან იტალიაში. მთელი ის პერიოდი, რაც იქ ვიყავით, თითქმის ყოველ დღე წვიმდა. დღის განმავლობაში ალბათ რამდენიმე საათი იყო, რაც არ წვიმდა და დავათვალიერეთ მილანის ცენტრალური მოედანი, სადაც არის დუომო. ვიყავით დუომოს მუზეუმში, მერე ვიყავით ლეონარდო და ვინჩის გამოგონებების მუზეუმში. ესეც ძალიან კარგი გამოცდილება იყო ჩვენთვის და ულამაზესი ნამუშევრები, რომლებიც არა მარტო ნახაზებზეა შესრულებული, არამედ ფიზიკური ფორმა აქვს მიცემული და გამოფენაზე შეგეძლიათ იაროთ და დაათვალიეროთ ყველა ეს გამოგონება, რაც შეუქმნია. მერე მეორე დღეს უკვე გადავწყვეტეთ, რომ გვენახა საიდუმლო სერობა, თუმცა არ შეგვიშვეს და ეხლა ჩავთავ კადრს ზუსტად იქ გადაღებულს. რა სიტყვით? ჩვენიერი. ბოლოს როგორი შეუსაბამო შენობა არა? აი ესა ხო? არა. აი იქა? იქით. ოი. აქეთ გულისხმობ. ოკეი. მოვედით, რომ გვენახა საიდუმლო სერობის ფრესკა, თუმცა გვითხრეს, რომ დეკემბრის ბოლომდე გაყიდულია ბილეთები და წელს ვერავინ ვერ შევა. ვისაც არ აქვს წინასწარ ნაყიდი ბილეთი და იმედი გვაქვს ეხლა უბრალოდ ბაზილიკას შიგნიდან დავათვალიერებს და მერე სხვა დროს ვეცდებით, რომ შევიდეთ და ვნახოთ შიგნიდან უკვე უშუალოდ ლეონარდო და ვინჩის კედლის მხატვრობა. შეიძლება ყავს სადმე? შემდეგ ნახეთ მილანში ციხესიმაგრე, რომლის სახელსაც აუცილებლად დავწერ, რადგან ვერ დავიმახსოვრე და
That's a corridor. რეალურად არის პარკი და იქ იყვნენ უსაყვარლესი ციყვები, სამეფო იხვები და მათი გადაღება შევძელით, ძალიან კონტაქტურები იყვნენ, ცდილობდნენ ახლოს მოსვლას და მოკლედ ძალიან საყვარლები იქაურობას მაქსიმალურად უხდებოდა ეს მათი ყოფნა, რადგან შემოდგომის სფერებში იყო გალამაზებული და შეფერილი მთელი პარკი და მოკლედ ძალიან ლამაზი იყო იქაურობა. 2 დღე გავატარეთ მილანში და მერე დავიძარით უკვე დედასკენ, სალერნოში, სადაც ასევე დაგვხდა წვიმა თითქმის ყოველ დღე. სალერნოში დიდად არაფერი არ გადავიღე, რადგან ჩემთვის ის არის ადგილი, სადაც მაქსიმალურად ვისვენებ სულიერად და ენერგიით ვივსები. მაქვს мотивация ხოლმე რაღაცა ახალის გასაკეთებლად და მით უმეტეს იქ ჩასვლისას ყოველთვის მინდა ხოლმე რომ მაქსიმალურად ვიყო მომენტში და მაქსიმალურად დიდი დრო გავატარო ჩემს საყვარელ ხალხთან. მერე დავიძარით უკვე პრაღაში, ჩეხეთში გავფრინდით ნაპოლიდან და ჩეხეთიდან მაქვს ძალიან ბევრი ლამაზი კადრი, რომელსაც ახლა გაგიზიარებთ. მილანში დაუბრუნდები ცოტა გადახვევას გავაკეთებ. მილანში ვიყავი ძაფების მაღაზიაში, სადაც ასევე გადავიღე კადრები, თუმცა ეს არის ახალი სხვა ვიდეოს შიგთავსი, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ მინდა გაგიზიაროთ რა შევიძინე და თვითონ დაგათვალიერებინოთ მაღაზია. ჩემთვის სამწუხაროდ ნახე მხოლოდ ერთი მაღაზია და იმ ერთ მაღაზიაში რაც ვიპოვე, ამას გაგიზიარებთ ცალკე ვიდეოში. პრაღაში ძაფების მაღაზია როგორც ასეთი არც მიძებნია, დავათვალიერეთ იქაური ღირსშესანიშნაობები, რისი მოსწრებად შესაძლებელი იყო 2 დღეში. ერთი წამი თუ შეიძლება. გამოვიდა რა ულამაზესი ქალაქია, თან იყო დათოვლილი და ისე ველოდი რომ შობის ანტურაჟი დამხვდებოდა, თუმცა ჩვენ რო ჩავედით, იყო ცოტა უფრო ადრე, 1 კვირის თავზე იწყებდნენ საახალწლო დეკორის განლაგებას, ან რაღაცები იყო უკვე მორთული, მაგრამ როგორც ასეთი აქტიურად კვირის ბოლოს იქნებოდა და ჩვენ სულ 2 დღე გვქონდა იქ. თუმცა რაც ვნახეთ, ისიც ძალიან ლამაზი და დასამახსოვრებელი იყო, გაგიზიარებთ კადრებს ამ ულამაზესი ქალაქიდან და მერე უკვე გადავალთ იმაზე თუ რა მოგხსოვე წინა ვიდეოდან დღემდე. რეალურად სახში ყოფნას არაფერი არ სჯობს, არც ერთი ქვეყანა არ სჯობს საქართველოს ყოველჯერზე ვრწმუნდები. მოკლედ, შევაჯამოთ, რაზე ვიმუშავე წინა ვიდეოდან მოყოლებული დღემდე.
მქონდა ერთი ძალიან ისეთი შეკვეთა სერიოზული, რომელსაც ასევე მივუძვნი ცალკე ვიდეო ეპიზოდს, იქიდან გამომდინარე, რომ აქვს ბევრი ვიდეო მასალა და საკმაოდ საინტერესო ისტორია ამ ნივთთან დაკავშირებით და ახლა ამაზე არ ვისაუბრებ, ეს არის ჯემპრი, სრულიად დატვირთული ნაწნავებით, თუმცა ეხლა ამაზე არ ვსაუბრობთ. მქონდა აქსესუარების ბუმი, იქიდან გამომდინარე, რომ მინდოდა საჩუქრების წაღება და წინა ვიდეოში ზუსტად ამაზე ვისაუბრე. საჩუქრები მოვგსოვე ყველასთვის ვერ მოვგსოვე ახალი, მაგრამ ასორტიმენტში ყოველთვის მაქვს ხოლმე რაღაცა მზა, ასე რომ გამოვძვერი სიტუაციიდან. პირველ რიგში რაც წინა ვიდეოში ვისაუბრე, ეს იყო ლურჯი ხალთათმანები, რომელიც იყო გადაჭრილი თითებით და მოვგსოვე და ჩემს მას ჩავუტანე საჩუქრად. მინდოდა კაპიშონის მოქსოვა დედისთვის, თუმცა ფიზიკურად ვერ მოვასწრებდი ამის მოქსოვას, რადგან როგორც კი ვიდეო გამოვაქვეყნე, იმ დღესვე მივიღე ჯემპრის შეკვეთა და რეალურად მთელი თავისუფალი დროის დათმობა მომიწია ჯემპრის ქსოვისთვის და თან ყველაფერთან ერთად გავხდი ავად, მქონდა ვირუსი და რამდენიმე სამუშაო დღე გადამიცვალეს. ვიყავი სახლში და რეალურად ფიზიკურად არაფრის კეთების თავი არ მქონდა, გარდა იმისა, რომ ვქსოვდი აი ამ ჯემპრს, რომელიც ძალიან პრობლემური აღმოჩნდა, მაგრამ არ ვეხებით. მოვგსოვე ხალთათმანები, მე რამდენიმე სოფის ქარფი მოვგსოვე ჯამში, ეს იყო 3 სოფის ქარფი, ერთი წითელი, ერთი ნაცრისფერი და ერთი მუქი ნაცრისფერი და მოვგსოვე საქსოვ მანქანაზე ბაქტუსი და ბაქტუსი დავამთავრე ზუსტად იმ დღეს, როდესაც მივფრინავდით. ანუ აქედან გავდიოდით, თბილისიდან გავდიოდით ჯერ ქუთაისში და ეს იყო საღამოს რეისი და სანამ გავიდოდით, მანამდე მოვგსოვე მანქანაზე და წავუღე ნათლიას საჩუქრად. დანარჩენებს წავუღე ის, რაც უკვე მქონდა მოქსოვილი. მერე უკვე გადავედი, ანუ გამომივიდა, რომ მოვგსოვე ხალთათმანი, 3 სოფის ქარფი, ეს 4 და ბაქტუსი, ეს 5. 5 ნივთი მოვგსოვე, რომლის არც ფოტო მაქვს, არც ვიდეო მაქვს. ანუ ხალთათმანების გარდა, ანუ არც ერთი შარფის ფოტო და ვიდეო არ მაქვს. დიდი სამბით წავიღე ძაფები თვითფრინავში, რომ მეთქი ამდენი საათი მოვგსოვდი თქო, თუმცა ისე გამოვიდა, რომ აქედან წასვლისას მე დადათო ვიჯექით ცალ-ცალკე და უცხო ადამიანის გვერდით ქსოვადი და არ მსიამოვნებდა და თან პლუს ძალიან გადაღლილი ვიყავით, იმიტომ რომ იმ დღეს არ გავფრენილ ვართ, როცა გეგმაში იყო და ამიტომ გადავწყვიტე, რომ უბრალოდ დამეძინა. მე ტრანსპორტშიც მაგალითად მილანიდან სალერნომდე 6 საათი ვიმგზავრეთ თითქმის და აქაც არაფერი არ მიქსოვია, რეალურად მოვგსოვე მხოლოდ სალერნოში ყოფნისას და ისიც ზუსტად ერთ-ერთი სოფი შარფი საჩუქრად, რომელიც აქ ვერ მოვასწარი. ფრენის დღეს შემომივიდა შეკვეთა ჩემს კითბოქსზე, ინსტაგრამის გვერდზე, და მომექსოვა ბალაკლავა ბავშვისთვის, ლურჯ ფერში. შვებულებაში წასვლის წინ შემომივიდა შეკვეთა ზუსტად წინა დღეს, ესეთი ქუდის, რომელიც გადავწყვიტე, რომ დამეწყო ჩამოსვლის თანავე და გუშინ ღამე საღამოს ჩამოვედით უკვე პრაღიდან. დღეს როგორც კი ჩემოდნების ამბები მოვაგვარე, დავიწყე ქსოვა. თითქმის მზად მაქვს, მაგრამ ახლა ვუყურებ აი ამას და ვფიქრობ, რომ 2 თვალით მეტი რო ყოფილიყო ორივე მხრიდან, თითქოს უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ეს ადგილი კარგად დიდია 3 თვის ბავშვისთვის. კაი უნდა იყოს მაინც სახეზე და არ ვიცი როგორ მოვიქცე ახლა. ვფიქრობ დავარღვიო, გავადიდო. აი ესე 4 თვალით, მე ძალიან დიდი არ გამოვიდეს, თუმცა ესე ძალიან პატარა. ვფიქრობ ახლა აი აქამდე დავარღვევ, გადავხურავ კიდე 4 თვალს და გავაგრძელებ ქსოვას, აი ამ დეტალს მოგხსოვ თავიდან, იმიტომ რომ ესე ძალიან პატარაა.
მოკლედ ესე მოვიქცევი. ეს არის პირველი ნივთი, რასაც ვმუშაობ შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ და მეორე შეკვეთა მაქვს ზუსტად ამ ფერში უბრალოდ ბამბის ზაფით. მაქვს მოსაქსავი კომბინიზონი. წინდები, ქუდი, ხელებზე პატარა ხელთათმანები და ვეშაპი საჩხაკუნო, რომელიც უნდა გავაგზავნო გერმანიაში 3 დეკემბერს და 3 დეკემბრამდე უნდა მოვქსოვო. ხოლო ახლა ვმუშაობ აი ამაზე, ეს არის Alizera Lana Gold Fine 2 წვერში 50-50-ზე შალი და აკრილი. 2 წვერში გამოდის 150 მეტრი გამოდის. მე მგონი 380-იანია. 390-იანი. ზუსტად აღარ მახსოვს რამდენი მეტრია ამ ძაბში, მოკლედ 2 წვერში ვქსოვ და ესეთი პროცესი მაქვს. რაც ჩამოვედით, აი ეს პატარა მაიმუნი არ მომცილებია. დამყვება კუდში. მაქსიმალურად ვცდილობს, რომ დრო ჩემთან ერთად გაატაროს, გვერდით წევს. საჭმელად არ ჯდება თუ გვერდზე არ ვუზივარ, მაგრამ ამას მანამდეც აკეთებ და ძალიან საყვარელია მოკლედ. ესეთია პროცესი. პატარა კადრების შეფუთვამდე, როგორ გამოიყურებოდა და გავუგზავნე. მალევე უკან დაბრუნებისას შემომივიდა ეწიზე შეკვეთა გერმანიიდან კომბინიზონის კომპლექტთან დაკავშირებით და ჩავთავებ ახლა პატარა კადრებს, რაც გადავიღე, იმიტომ რომ ჯერ კიდევ პროცესშია. ეხლა შრება და სათამაშო მაქვს კიდევ მოსაქსოვი, რომელიც უნდა დღეს მოვქსოვო და ხვალ უკვე უნდა გავგზავნო ეს კომპლექტი. მოკლედ ჩამოსვლი დიდი ხანი არ არის ჩამოვედი და უკვე 2 შეკვეთის დასრულება მოვასწარი. და ასევე ვქსოვ Sophie Hoods, რომელიც დავიწყე წასვლამდე. საკმაოდ აქტიურად ვქსოვე და მე მგონი წინა ვიდეოში ამაზე ვისაუბრე კიდევაც თუ არა და გაგიზიარებთ კადრებს. რა განვითარება მაქვს ამ Sophie Hood-თან დაკავშირებით, ძალიან ახლოს ვარ დამთავრებასთან, თუმცა შეკვეთების პარალელურად საერთოდ აღარ მრჩება დრო, რომ ჩემთვის რაიმე ნივთის ქსოვას დავუთმო დრო. და ამასაც გაგიზიარებთ აუცილებლად პატარა ვიდეო ჭრილების სახით, რომელსაც ახლა ჩავ არ მინდოდა ეს ვიდეო რაღაცნაირად დაძაბული ყოფილიყო, იქიდან გამომდინარე, რომ ერთი თვე გავიდა ლამის ბოლო ვიდეოს გამოქვეყნებიდან და ცოტა არ იყოს მქონდა დისკომფორტი, თავიდან დამჯდარიყავი და დამეწყო გადაღება. გადავწყვიტე, რომ ზედმეტი მომზადების გარეშე მაქსიმალურად მყუდროდ, ჩემს საყვარელ დივანზე დამჯდარიყავი, ცხელი სასმელით. მაქსიმალურად მშვიდად, აღელვების გარეშე მოგამეზიარებინა და მომეყოლა ყველა ის ეტაპი, რაც თითქმის 1 თვის განმავლობაში მოხდა ჩემს ქსოვით ისტორიაში და არა მარტო და მერე უკვე მშვიდად დამეწყო დანარჩენ ვიდეოებზე მუშაობა, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც გროვდება დიდი ნაწილი გაუზიარებელი ინფორმაციის, მერე უფრო და უფრო ძნელი ხდება ახალი ვიდეოს დაწყება, ასე რომ ესეთი იყო ჩემი ვლოგი, რომელიც მინდოდა რომ გამეზიარებინა თქვენთვის. თუ ისიამოვნეთ ამ ყველაფრის მოსმენა ყურებით, გთხოვთ გამიზიარეთ კომენტარებში და თუ გსურთ რომ ყოველდღიურ რეჟიმში გქონდეთ ჩემთან კონტაქტი, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი ინსტაგრამი, აი აქ დავდებ სკრინს, როგორ გამოიყურება, სადაც
თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვაზიარებდი სტორიში, სად ვიყავი, რას ვაკეთებდი და ასე შემდეგ. და ასევე შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი ტელეგრამი, რომელსაც მაგალითად ჩვეულებების პერიოდში არ მართავდი, თუმცა ახლა ნელა-ნელა ბრუნდები და ისევ ვიწყებ იქ გაზიარებას ჩემი ყოველდღიურობისას, ასე რომ გელოდებით ორივე პლატფორმაზე დიდი სიხარულით და მინდა გთხოვოთ, მოიწონოთ ეს ვიდეო, რომ სტატისტიკა ცოტა ავამაღლოთ, პლუს ამას იქნებ ვინმე ქსოველი მეგობარი ყავთ, ვისაც შეგიძლიათ რომ გაუზიაროთ ჩემი ვიდეო, რაც დამეხმარება ჩემი გვერდის განვითარებაში და სამომავლოდ ეს იქნება ჩემთვის მეტი мотиваცია, რომ დიდი ხნით არ გავქრე ხოლმე ამ არხიდან და მოკლედ მინდა რომ მადლობა გითხრათ თუ მუდმივად მიყურებთ, აკომენტარებთ და იწონებთ ჩემ ვიდეოებს, ვერ წარმოიდგენთ რამ ხელა საქმეს აკეთებთ ჩემი გვერდის განვითარებისთვის და ჩემი мотиваციისთვის. დანარჩენებს კი მოგიწოდებთ იგივე ქმედებებისკენ და ახლა დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებას და ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მომდევნო ვიდეოში, რომელიც არ დააყოვნებს. მინიმუმ 2 ვიდეოს გეგმა მაქვს, რომელიც სისრულეში უნდა მოვიყვანო. და გაგიზიაროთ ასე რომ გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები. ახლა კი ნახვამდის.